რეჟიმშილი საიდან ჩდება, იცი რომ პასუხისმგებლობის აღება ვასწავლოთ ჩვენ შვილებს. რომ პასუხისმგებლობა აიღე იმაზე, რასაც აკეთებ. ოღონ არ გულისხმობს ზედმეტ პასუხისმგებლობას. აი ზედმეტ პასუხისმგებლობა რა არის, იცი რომ მაგალითად ჩემი ოჯახი მე ფინანსურად გვერდზე მიდგას და მე ეს ფინანსური გვერდში დგომა უნდა დავუფასო შედეგებით. შედეგებით არ უნდა დააფასო. შენ უნდა დააფასო, რით იცი რომ პროცესი აიღე პასუხისმგებლობა, დილას რაც გააკეთებ, შუადღეს რაც გააკეთებ და საღამოს რაც გააკეთებ. შენზე რაც არის დამოკიდებული. შენზე რაც არის დამოკიდებული და ეგ არის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი პრობლემა, რომ მე ფიქრობ ისეთ რაღაცებზე, რაც ჩემზე დამოკიდებული არა, რაც საბოლოო ჯამში ჩემზე საშინელ გავლენას ახდენს მენტალურად. აი ხა შენ წეგან ახსენე, აი არ უნდა ხდებოდეს ფინანსური ჩადვე, იმე შენში ინვესტიცია ჩავდე და დამიბრუნე. აი მან ხوار ვაკარგინებ ზუსტად აი თემასთან მივიდეთ, პროცესსა და შედეგს შორის სხვაობა. მან ხوار ვაკარგინებთ იმას, რომ შედეგზე ორიენტირებულია და პროცესი რჩება. მაგით ვაკარგინებ და მავიწყდება ერთ-ერთი მთავარი. რატომ დავდივარ სპორტზე? სპორტზე დავდივარ, იმიტომ როდესაც მე 7 წლის ვიყავი, ან 8 წლის ვიყავი, როცა შევედი, იმიტომ შევედი, რომ მიყვარს, იმიტომ რომ სიამოვნებს. ხშირად ეუბნებიან ხოლმე მწვრთნელები მოთამაშეებს, რომ თითქოს პატარები ხართ, თითქოს მინიზე თამაშობთ, უბანში თამაშობთ, ისე ითამაშე, ისე თავისუფლად და ისე იყავი, ისე გააკეთე აქცენტი სიამოვნების მიღებაზე. სწორედ ეს ოჯახური მიდგომები განსაზღვრავს ამას. მე თუ შედეგზე ვარ ორიენტირებული, ჩემი შვილიც შედეგზე არის ორიენტირებული და ავიწყდება პროცესი. რეალურად პროცესი არის ყველაზე მნიშვნელოვანი რაღაც.